გურჯაანის ბიბლიოთეკაში პროფესიონალი მხატვრის ეთერ მეტრეველის ახსაზრდელთა საშობაო გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ნორჩი მხატვრების მიერ სხვადასხვა თემაზე შექმნილმა პორტრეტებმა, ნატურმორტებმა, პეიზაჟებმა და გრაფიკული ჟანრის ნახატებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი გამოფენით, ვიტყოდი რომ საკმაოდ მაღალ დონეზე არის ყველაფერი, ვინაიდან ძალიან ხარისხიან ნახატებს ავასრულებთ ყველა ვინც აქ ვართ ჩართულები ამ საქმეში და ყველაზე დიდი დამსახურება ჩვენს მასწავლებელს ეთერი მეტრეველს მიუძღვის. სარბადოლდალის ნახატი მაქვს დახატული, პეპლები და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა დღეს გამოფენაზე, აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი გამოფენით, ძალიან მომწონს ყველაფერი, მასწავლებელთანაც ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ ეთერი მასწავლებელი მასწავლის მე მხატვარს. მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა მოვხადო აი ამ აქ-დამსწრე საზოგადოების სახელით, იმიტომ რომ მე კარგად ვიცი, რამდენი შრომა არის ამ ნამუშევრებში ჩადებული, ამდენ ბავშვთან იმუშაოს და აი ეს გააკეთოს. მე ამეებით ვცხოვრობ. მადლობა სოხდი გურჯაანის ბიბლიოთეკას. აი გულწრფელად, იმიტომ რომ ეს არის მეორე გამოფენა უკვე რაც აქ გავაკეთეთ, 2 წლის წინ გქონდა პირველად, 2023-ში გქონდა პირველი გამოფენა, სულ პირველი გამოფენა იყო ჩემი, დებიუტი იყო ასე ვთქვათ და ნუ აი ისეთი აღფრთოვანებული ვარ, გარდა იმისა, რომ სურვილი აქვს რომ გამოვფინო, ძალიან მზრუნველები, მოსიყვარულეები, დაინტერესებულები ჩვენი გულისთვის კარნიზებიც კი გააკეთეს, რომ მე ვთხოვე, რომ აი სურათების ჩამოკიდება მინდა თქო, როგორც გალერეაში, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ აი ნამდვილი გამოფენა აქვს, ასე ვთქვათ რა და ნუ ეხაც რო წელს შემომთავაზეს, მე ვთქვი ძალიან დიდი სიამოვნებით რაღაცა გავგიჟდი რა, მთელი 2 თვე ვემზადებოდით, ასე ვთქვათ, ბავშვებიც როდის გვექნება რაღაც და თან ეს საახალწლო და საშობაო განწყობა ხო ისედაც ბედნიერების მომცველია, ყველა ბედნიერი ვარ და ყველა აღფრთოვანებული და პლუს კიდე ესეც რომ ემატება ხო საერთოდ ისეთი მომენტია და რა ვიცი თვითონ გამოფენაზე მინდა ვთქვა რომ სულ ვაკვირდები ხოლმე ყოველ ახალ გამოფენას სხვა თვალით უყურებ აი ვადარებ წინა გამოფენას როგორ ქონდათ მაშინ ნახატები როგორ მუშაობდნენ ეხა არის პროგრესი თუ არ არის პროგრესი და ძალიან მიხარია თან წელს დაგვემატათ ნაძერწი ფიგურები იმიტომ რომ მაშინ არ ქონდა გვიან დავიწყეთ ძერწვა და ნუ ისეთი აღმოჩენა ბავშვები მყავს რომ არ ვიცი რაღაცა საოცარი გეგმები მაქვს ის რომ უფრო პროფესიონალურად მინდა რომ გავაკეთებინო გამოვაძერწინო ასე ვთქვათ და რაღაცა ცოტა დიდი ზომის ფიგურებზეც მინდა რომ გადავიყვანო